შვედღემშვიდობის BMG TV-ს ეთერს ქალების ნარატივით. ვაგრძელებთ დღევანდელ გადაცემას, მე ჟურნალისტი მარია მიზორია გავუწყობ. ეთერს ტრადიციულად გამორჩეულად საქმიან ქალებს უთმებთ, ვის სტუმრობს დღევანდელ გადაცემას და რა თემებს გავშლით. ეთერში ვნახოთ ანონსი, რამდენიმე წუთში კი ვბრუნდებით პირდაპირ ეთერში. საქმიან კვირას და ორშაბათი დღის დასაწყის ქალების ნარატივით ვაგრძელებთ და BMG-ს გამორჩეულ ტელეპროექტში 17 მარტს 11 საათსა და 30 წუთზე მასპინძლობთ ეკატერინე თორდიას და თამარ მარგოზაშვილს. კას გრუპ ჰოლდინგი საქართველოში 2016 წლიდან ოპერირებს და ამ პერიოდის მანძილზე 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ინოვაციური, უნიკალური პროექტების შექმნას მოიცავს ტურიზმის მიმართულებით. ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი კი სწორედ წალკის კანიონზე გამხორციელდა. ქალების ნარატივში კას გრუპის მიერ განვლილ 2024 წელს შევაჯამებთ და სიახლეებს და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ვისაუბრებთ კომპანიის გენერალურ დირექტორთან ეკატერინე თორდიასთან ერთად. ქართულ ბაზარზე ახალი ღვინის ბრენდი 91 გამოჩნდა, რომელიც თავისუფლების იდეას ეყრდნობა. თავისუფლება მუდმივი განვითარების უფლებაა და არაფერი გამოხატავს ამ იდეას ღვინოზე უკეთ. ღვინის სახელწოდებაც 91 ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის გამომხატველი თარიღის აღმნიშვნელია. ახალ ბრენდზე დეტალურად ქალების ნარატივში ღვინის კომპანია 91-ის დამფუძნებელი თამარ მარკოზაშვილი ისაუბრებს. სიახლეებით მეწარმეების შესახებ და მათი საქმიანი ისტორიებით. ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე BMG-ს პირდაპირ ეთერში ტელეგადაცემა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ. ქალების ნარატივი. გადაცემის პირველ ნაწილს ტურიზმზე და კას გრუპ ჰოლდინგზე საუბარს ვუთმობთ, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა და მას შემდეგ კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 200 მილიონ ლარს აჭარბებს. კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი წალკის კანიონზე განხორციელებული კასლენდია, რომელიც სასტუმროს, კას დაიმონდ ჰოტელს, ვილა ჰაუსებს, შუშის ხიდს აერთიანებს. შეიძლება ითქვას, რომ კას გრუპმა დაშბაშის კანიონზე ტურისტული მარგალიტი შექმნა. უფრო ვრცლად კომპანიის პროექტებზე, სიახლეებსა და გეგმებზე საუბარს ეკატერინე თორდიასთან, კას გრუპ ჰოლდინგის გენერალურ მენეჯერთან ვაგრძელებთ. მოგესალმებით, ქალბატონო ეკატერინე, მადლობა თქვენი სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ვინეს იქამდე სანამ სხვა პროექტებზეც ვისაუბრებდეთ, ყველასათვის ცნობილი კასლენდი მინდა მიმოვიხილოთ. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტი მუდმივად განვითარების ეტაპზეა, მინდა ესე ვთქვათ განახლება გავაკეთოთ ამ დროისთვის, რა საერთიანებს ის სივრცე ინფრასტრუქტურა, რაც მოეწყო დაშბაშის კანიონზე. მოგეხსენებათ, წალკის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურა გაიხსნა, ასე ვთქვათ, 2022 წელს. ის მოიცავს ვიზიტორთა ცენტრს, შუშის ხიდს, რომლის შუაგულში არის ჩვენი ბრილიანტის კაფე-ბარი, ფორმის კაფე-ბარი, სხვადასხვა ატრაქციებს, ბაიკლაინი, საქანელა, გვაქვს რესტორანი, ასევე ჩვენ უკვე ფუნქციონირებდა 62 ვილ ჰაუსი, გვაქვს 54 ნომრიანი სასტუმრო, 43 ლუქს ნომრით, ჯამში 57 ნომერი გვაქვს, უკვე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და ოფიციალური გახსნა იგეგმება ზაფხულის დასაწყისში. სიახლე კი ის გვაქვს, რომ ხსნით ახალ უდიდეს პარკს, რომელიც მოიცავს გიგანტურ ჩამოსასრიალებელ სლაიდებს, გვაქვს სხვადასხვა სახის ატრაქციები და რაც მთავარია, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ტრასაზე მოწყობილ კარტინგებსაც შევსთავაზებთ ჩვენს სტუმრებს უკვე ეს ძალიან წელს. საინტერესო პროექტია. დაახლოებით რა პერიოდისთვის იგეგმება ამის გახსნა და უფრო ვცლად რომ ვთქვათ ამ სიახლის შესახებ. ეს იყო თავიდანვე დაგეგმილი თუ მერე გაჩნდა უკვე ამის იდეა? ვინაიდან ჩვენი რეზორტი წლიდან წლამდე სარგებლობს უკვე ძალიან დიდი პოპულარობით და წინა წელთან შედარებით უკვე ჩვენ გვქონდა 25%-იანი ზრდა და ყოველწლიურად ეს დინამიკა კიდევ იზრდება, რა ძალიან გვახარებს და გვაძლევს იმის ინსპირაციას, რომ განვითარდეთ და კიდევ უფრო მეტი სერვისი შევთავაზოთ ჩვენს სტუმრებს. და ეს იდეაც უკვე
გქონდა დიდი ხანია და ნელ-ნელა ვახორციელებთ. სასტუმრო როგორც უკვე მოგეხსენებათ, გაიხსნა სატესტო რეჟიმში მუშაობს, უკვე მივიღეთ რამდენიმე ინდივიდუალური და ჯგუფებიც კი, რომლებსაც ძალიან მოეწონებთ ინტერიერიც, მოიცავს სპას, აუზს, საკონფერენციო დარბაზს და პარკი კიდევ უფრო მეტ სხვა სეგმენტს მოიყვანს ჩვენს ლოკაციაზე, როგორც არის ოჯახები და უკვე ბავშვებთან ერთად ველოდებით სტუმრებს საკმაოდ საინტერესო პარკი მოეწყობა განსხვავებული ესეთი ატრაქციებით. ეკატერინე, თუ არის წინასწარ ამის ასე ვთქვათ საუბარი შესაძლებელი, დაახლოებით რა ინვესტიციაზე საუბარი პროექტის განვითარების უკვე ამ ახალ ეტაპზე, რაც გულისხმობს მათ შორის სასტუმროს სრულად ამოქმედებას და შემდგომ უკვე პარკის პროექტს, რომელიც ასევე მასშტაბურია. დიახ, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, ჩვენი ჰოლდინგის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია უკვე აჭარბებს 200 მილიონ ლარს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ობიექტებს, მაგრამ ყველაზე პოპულარული ამ ეტაპზე არის წალკის კანიონი და ჩვენი რეზორტი, კაცლენდი და ინვესტიციის მოცულობაც იზრდება და შემდგომ უკვე შეჯამებულად შეგვიძლია წარმოვადგენ საუბარი უფრო დეტალურად. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ, რომ გასულ წელთან შედარებით უკვე გარკვეული პროცენტული ზრდა არის და გადააჭარბა, ასე ვთქვათ, ვიზიტორების აქტივობამ წალკის კანიონზე, თუმცა სასტუმრო სამოქმედებაც რომ შევაფასოთ, რამდენად გამოიწვია მოთხოვნა, რა დატვირთვით იმუშავა სასტუმრო და როდის მიიღო უკვე სატესტოდ პირველი სტუმრები? ჩვენ იანვრის 3-დან დავიწყეთ სატესტო რეჟიმში მუშაობა, საკმაოდ ინტერესი არის ნამდვილად და ვიმედოვნებთ, რომ უკვე სეზონისთვის, როდესაც სრულად ჩვენს დავაანონსებთ უკვე ოფიციალურ გახსნას, უკვე ძალიან ბევრი სტუმარი გვეწვევა, მაგრამ ინტერესი საკმაოდ დიდია და უკვე ყავდა ჯგუფი, რომლებმაც ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, ფიდბექი მოგვცეს სასტუმროსთან დაკავშირებით და აუცილებლად დაგპატიჟებთ გახსნაზე და თავადაც შეაფასეთ ჩვენი სასტუმრო. რომ შევაჯამოთ, რამდენად გააჩინა კასლენდმა წალკის კანიონზე დანიშნულების ახალი ცენტრი, წერტილი? ნამდვილად, იმიტომ რომ ეს რეგიონი და მხარე არ იყო ესე პოპულარული დიახ და ჩვენმა რეზორტმა ძალიან ბევრი ტურისტი მოიზიდა და უკვე მიმდებარე ტერიტორიებზეც სტუმრობენ ჩვენი სტუმრები, არის ძალიან საინტერესო ადგილები, ტბები და სხვადასხვა ლამაზი ბუნებრივი ლოკაციები და შესაბამისად დიახ და ასევე ხელი შეუწყოთ ადგილობრივ მცირე მეწარმეებსაც, რომლებსაც სხვადასხვა საოჯახო სამზარეულოები მოაწყვეს, კოტეჯები ააშენეს და უკვე ძალიან ვითარდება ეს რეგიონი და ჩვენც ამაში უწყობთ ხელს და შემდგომ დავგეგმავთ სხვადასხვა ტურებს, რომ ჩამოვიდნენ ადამიანები უკვე დიდი ხნით სრულად აითვისონ და მოინახულონ ეს ლამაზი და საინტერესო ადგილები, რომლებიც არის. ძირითადად რომელი ქვეყნის დამსვენებელია ყველაზე მეტად აქტიური კასლენდთან დაკავშირებით, ვინ სტუმრობს რეზორტს და ადგილობრივების წილი როგორია? შარშან ქონდა ზრდა განსაკუთრებით ინდოეთის მოქალაქეების მხრიდან, აქტიურობენ ისრაელი, რუსეთი, არაბეთის ქვეყნებიდან, საკმაოდ ბევრი ტურისტი ყავს და სხვათა შორის ერთ-ერთი ბოლივუდის უდიდესი, ესე ვთქვათ, ფილმის რეჟისორი იყო ჩამოსული, რომელიც აღთოვანდა ჩვენი ადგილი და დაიგეგმა 2026 წელს ფილმის გადაღებაც კი ჩვენს ლოკაციაზე, და ძალიან ბევრი ინფლუენსერი, ცნობილი ინფლუენსერი, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრობს და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ერთ-ერთი უნიკალური, განსაკუთრებით ხიდთან დაკავშირებით არის ხოლმე ეს ემოციები, რომელიც მართლა შთამბეჭდავია თავისი ხედებით და პროექტი დიდ მოწონებას იმსახურებს კი და ამას მოწმობს ისიც, რომ მათ შორის სოციალურ ქსელში ხშირად ხდება სხვა ადამიანის გამოხატული ეს დადებითი ემოცია და უკავშირი კასლენდის მიმართ. უკვე მომდევნო თვეებში როგორია აქტივობა? იდეაში კარგი ამიდები თითქოს წამოგვეწია, თუ იგრძნობა ჯავშნები, აი გაზაფხულისთვის რა ტენდენციაა?
საკმაოდ იზრდება და ჩვენ მუშაობთ მარკეტინგული მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებთან, გამოფენებზე ვიღებთ მონაწილეობას, გვაქვს B2B შეხვედრები და სხვადასხვა აქტივობები, რომ უზრუნველყოთ კიდევ უფრო და უფრო მეტი ადამიანის სტუმრობა ჩვენს ლოკაციაზე და დარწმუნებული ვარ, გაცნობებთ და ჩვენს ამას მივახწევთ, რომ ყოველწლიურად გავზარდოთ სტუმრების რაოდენობა ჩვენს რეზორტში. სასტუმროს ახლა რამდენი ადამიანის, ასე ვთქვათ, მიღება შეუძლია განთავსებას გულისხმობ, რამდენი ადამიანს იტევს ზოგადად საერთო ჯამში? როგორც მოგეხსენება, ჩვენ ასევე გვაქვს wheelhouse-ები, 62 wheelhouse-ი, თითოეულში შეიძლება მაქსიმუმ 4-5 ადამიანის განთავსებაც კი. სასტუმროში გვაქვს twin და ასე ვთქვათ, king ნომრები და გვაქვს 3 penthouse-ი, თავისი ჯაკუზით და ულამაზესი ტერასები, ხედებით და საკმაოდ ბევრი ადამიანის მიღება უკვე შეგვიძლია დაახლოებით 200-მდე და 250-ის ფარგლებში ოჯახებით შეგვიძლია უკვე უმასპინძლოთ ჩვენ სტუმრებს. თქვენ ახსენეთ wheelhouse-ები, რა განსხვავება კონცეფციაში შორის, სასტუმროსა და wheelhouse-ებს შორის? აი რა შეთავაზება მომხმარებლისთვის, სტუმრისთვის, რომელიც აკეთებს არჩევანს? უფრო ალბათ ოჯახებისთვის wheelhouse იქნება უფრო მეტად კომფორტული, რადგან არის ორსართულიანი და შეიძლება უფრო დიდი ოჯახის განთავსება. რაც შეეხება სასტუმროს, უფრო ესე ვთქვათ, პატარა ნომრები გვაქვს, თუ არ ჩავთვლით penthouse-ებს, თუმცა თითქმის ერთი სივრცეა და შესაძლებელია უბრალოდ სურვილის და არჩევანის მიხედვით გააკეთონ სტუმრებმა უკვე ჯავშნა. რამდენად აქტიურია ღონისძიებების კუთხითაც? აი, თუ აკეთებენ არჩევანს, მათ შორის აი წყვილები, ქორწილისთვის, სხვადასხვა შეკრებებისთვის, კასლენს რამდენად ირჩევს უკვე ქართველი ძალიან ბევრი შემთხვევა გქონდა ხელის თხოვნის ჩვენს ლოკაციაზე. ვინაიდან ჩვენ არ გქონდა მანამდე საკონფერენციო სივრცე, ძალიან ბევრი მოთხოვნა იყო ამ მიმართულებით და სწორედ ესეც გახდა მიზეზი იმისა, რომ სასტუმროც ავაშენეთ, სადაც მოეწყო უკვე საკონფერენციო სივრცეები, უკვე ჩვენთან ჩატარდა და ორი ღონისძიება. გარდა ამისა, ზაფხულში გარე სივრცეში რამდენიმე ივენთი ჩავატარეთ, კონცერტიც, ყავდა დიჯეებიც და ახლა უკვე დახურულ სივრცეშიც ამინდის მიუხედავად კონფერენციები, team building-ები და უფრო მრავალფეროვანი გახდა ჩვენი სერვისები მომხმარებლებისთვის და დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი სხვადასხვა სეგმენტი დაიწყებს. ახლა პარკიც ალბათ ძალიან დიდი მოტივაცია. საერთოდ სხვა სეგმენტს მისცემს, კიდევ უფრო დიდი მოტივაციას. ოჯახებით ველოდებით უკვე სტუმრებს, იმიტომ რომ პარკში იქნება უკვე ყველა ასაკის ბავშვისთვის გასართობის სივრცე. და ეს იქნება 2025 წელს, ხო? დიახ, ეს უკვე იქნება ზაფხულში. მოესწრება 2025 წლის პერიოდს. ეკატერინა, ფასებზე მინდა გკითხოთ, გამომდინარე იქიდან, რომ მუდმივად ყველაფერი ძვირდება გარშემო, შესაბამისად სასტუმროებს უჭირთ ხოლმე ფასების დაჭერა. როგორია ხოლმე ფასები? სეზონზე, არა სეზონზე, ღირებულება საიდან სადამდე მერყეობს განთავსების ნაწილს? ძალიან რთულია, სწორად ახსენეთ, განსაზღვრა ღირებულების, ვინაიდან ახლა ჩვენ ფუნქციონირებთ სატესტო რეჟიმში, დაახლოებით ფასი მერყეობს 120-დან 150 დოლარამდე, თუმცა სეზონზე გეგმავთ ფასების გაზრდას, გვექნება პაკეტური შეთავაზებები და ვინაიდან ჩვენი რეზორტი მოიცავს ძალიან დიდ ტერიტორიას და სხვადასხვა სერვისებს და ძალიან საინტერესო შეთავაზებები გვექნება სტუმრებისთვის და დამატებით აუცილებლად ამის შესახებ ვისაუბრეთ უფრო კონკრეტულად და გაეცნობიან ჩვენს ვებგვერდზე და სხვა სოციალური ქსელის მეშვეობით სტუმრები. რა იქნება კასლენდის ბოლო დანიშნულების წერტილი? ძალიან რთულია ამაზე საუბარი. ანუ ეს იქნება პროექტი, რომელიც მუდმივად განვითარდება, ხო, როგორც ხდება. ნამდვილად ჩვენ გვაძლევს ამის შესაძლებლობაში ჩვენი სტუმრები, მოთხოვნა, სივრცე და ძალიან დიდი სიამოვნებით კიდევ უფრო მეტ სიახლე შევთავაზებთ ჩვენს სტუმრებს. რომ შევაჯამოთ ოპერირების პირველი წლებიდან, რას მიიჩნევთ მთავარ მიღწევად კასლენდის ჭრილში? თქვენი შეფასებით, რა იყო ის მთავარი გამოწვევები, რაც ამ პროექტმა გადაჭრა და მთავარი გამოწვევები, რასაც უპასუხა?
პირველ რიგში მოგეხსენებათ, ჩვენ მშენებლობა დავიწყეთ კოვიდის დროს და საკმაოდ რთულ პერიოდში ძალიან მოგიწია. ჩვენ ეს გამოწვევა შესაძლებლობა ვაქციეთ, იმიტომ რომ არც ერთი დღე არ გავჩერებულ ვართ და ძალიან მეტი ენთუზიაზმით და ძალისხმევით მუშაობდით, რომ კოვიდის დასრულებასთან ერთად გაგვეხსნა პროექტი და ამან ნამდვილად შედეგი გამოიღო და ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდა ჩაკეტილი ადამიანების ბუნებაში გასვლის სურვილი და თავიდანვე დავიწყეთ საკმაოდ ნაყოფიერად და მეორე რაც მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიღწევა ეს არის ადგილობრივი კადრების დასაქმება და ჩვენ ვართ ძალიან მადლიერი და კმაყოფილი ამ ადამიანების, რომლებიც არიან ძალიან შრომის მოყვარეები და ჩვენი წარმატება, რა თქმა უნდა, მათი დამსახურება არის და კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი ადამიანის დასაქმება გვსურს. 90% არის ადგილობრივი კადრი ჩვენს რეზორტზე, რაც ძალიან გვახარებს და მადლობა მინდა კიდევ ერთხელ თქვენი ეთერით გადაუხადოთ თითოეულ მათგანს ამ პროექტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. დაახლოებით რამდენ ადამიანზეა უკვე საუბარი პროექტის გარშემო? მათი რაოდენობა ცხადია, სხვადასხვა მიმართულებით გაზრდასთან ერთად გაიზრდება კიდეც. რა თქმა უნდა, 200-მდე ადამიანი არის უკვე დასაქმებული და სავარაუდოდ კიდევ როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ გზით, მათ შორის მშენებლობის პროცესში, სერვისში, ოპერირებაში საკმაოდ ბევრი ადამიანი იღებს უკვე მონაწილეობას და დებს თავის შრომას იმისთვის, რომ იამაყოს თავისი რეგიონი, განვითარდეს და ეს ძალიან კარგია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც კას გრუპი ახორციელებს, ეს არის უпростоრად ჯერ არ დაწყებულა პროექტის სამუშაოები, თუმცა ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი გულისხმობ ანძის მოდერნიზების პროექტს. მინდა მაყურებელს შევახსენოთ, აქ რა იგეგმება, პროექტი რას ითვალისწინებს და რა ეტაპზეა ახლა. პროექტზე საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობთ და რამდენჯერმე მოგვიწია ვიზუალური ნაწილის ცვლილება, თუმცა ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს თბილისის სატელევიზიო ანძა არის ჩვენი დედაქალაქის სიმბოლო, ჩვენ ძალიან ფრთხილად ვუდგებით ამ საკითხს და გავდივართ ძალიან ბევრ ადამიანთა სტრუქტურასთან სხვადასხვა შეხვედრებს და ვამუშავებთ პროექტს. ამ ეტაპზე დასრულებულია ვიზუალურ ნაწილზე მუშაობა. საკმაოდ რთული იყო, იმიტომ რომ თან გვინდა მოდერნიზებული ანძა, მაგრამ ეს არის ძეგლი და ძალიან მინიმალური ჩარევით მოგვეხერხებინა და მე ვფიქრობ უკვე მივახციეთ ამ ეტაპს მერიასთან არსებული საბჭოს თანხმობით უკვე გვაქვს შეთანხმებული ესკიზური ვარიანტი, რომელიც უკვე მუშავდება როგორც ტექნიკური საინჟინრო მიმართულებებით, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით, აგრეთვე ჩვენ ჩამოყვანილი გვყავდა შიმანოვსკის ინსტიტუტის მთავარი ინჟინერი, რომელიც თავის დროზე მონაწილეობდა თბილისის სატელევიზიო ანძის მშენებლობაში და მისგანაც უკვე გვაქვს დადებითი რეკომენდაცია პროექტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, წერილობითი სახით და ყველა აი ამ პროცედურის დასრულებას ძალიან ვიმედოვნებ, იმიტომ ბევრჯერ გავაჟღერებ, მაგრამ მართლაც რომ ესეთი პროექტია, საპასუხისგებლო და ჩვენც ესე ვუდგებით და უკვე ძალიან მალე, სავარაუდოდ 1 თვის ვადაში უკვე უნდა მივიღოთ მშენებლობის ნებართვა და პროექტის როგორც კი მივიღებთ ნებართვა, ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს გამოცხადებული, რომ დავიწყოთ მშენებლობა და 2 წლის განმავლობაში დავასრულოთ და შევთავაზოთ ჩვენ სტუმრებს, მოგეხსენებათ ვიზიტორთა ცენტრი მოეწყობა, პანორამული გადმოსახედი, ულამაზესი ხედები იშლება თბილისის ანძიდან და გვექნება ძალიან მაღალი კლასის სერვისით და მომსახურებით რესტორანი. კი ბატონო, თქვენ რა მოლოდინები გაქვთ პროექტთან დაკავშირებით? კასლენდის მსგავსად მოახერხებს რომ ანძა აქციოს ტურისტულ ცენტრად? მე ვფიქრობ, რომ თბილისის სატელევიზიო ანძა კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოიყვანს წალკის კანიონზე და პირიქით ეს პროექტი ალბათ არც ერთი ტურისტი ჩვენი ქვეყნიდან არ წავა, რომ არ მოინახულოს ჩვენი დედაქალაქის მთავარი სიმბოლო და სხვათა შორის ფუნიკულორიდან ძალიან ახლოს არის წალკის კანიონი და ყველა იქ მისულ სტუმარს აუცილებლად შევთავაზებთ, რომ არ გამოტავა და ეს იქნება რაღაცა ესეთი ტურისტული მარშრუტი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ტურისტიც ჩამოვიყვანოთ ჩვენი აი ამ უნიკალური და მასშტაბური პროექტების
კი ბატონო. ეკატერინე, ამ პროექტთან დაკავშირებით თუ არის დაზუსტებული საინვესტიციო ღირებულება აქ გორას? ამ ეტაპზე ვერ გავაჟღერებ, ვინაიდან საბოლოო პროექტირება არ არის დასრულებული და ამის შემდეგ უკვე ზუსტ მონაცემებს მოგეხსენებთ. ჩვენ საუბარი მინდა გეგმებით შევაჯამოთ. რა გეგმები აქვს კას გრუპს საქართველოს ბაზარზე? რა იქნება შემდეგი? ჩვენი გეგმები არის ინოვაციური, მოთხოვნადი, საინტერესო, მასშტაბური პროექტების განხორციელება, როგორც უკვე ჩვენ ვისაუბრეთ და ჩამოვთვალეთ, დაწყებული საქმეები უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და სიამოვნებით გავაგრძელებთ ინვესტირებას საქართველოში და მე ვფიქრობ, რომ ველოდებით ტურისტულ მარგალიტს სხვადასხვა რეგიონში. შევთავაზებთ ჩვენს კას გრუპის მხრიდან. ეკატერინე, მადლობა ძალიან დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის, წარმატებები ყველა პროექტის მიმართულებით. განსაკუთრებით ანძის პროექტს ელოდება საზოგადოება და დარწმუნებული ვარ, აქაც ძალიან მაღალი იქნება ინტერესი და მომართვიანობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენი ინტერესისთვის, ჩვენი პროექტების და კომპანიის მიმართ და სიამოვნებით ყოველთვის გაგიზიარებთ სიახლეებს. აუცილებლად მადლობა კიდევ ერთხელ ეკატერინე თეოდორია კას გრუპ ჰოლდინგის გენერალური დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი. ვიდრე რეკლამაზე გავალთ, კიდევ ერთი თემა უნდა შემოგთავაზოთ, არჩევნები გრენლანდიაში, მსოფლიოს უდიდეს და პლანეტის ყველაზე დიდ კუნძულზე. რატომ გახდა დანიის იურისდიქციის ქვეშ მყოფი გრენლანდია ასეთი აქტუალური ბოლო პერიოდში? ვნახოთ სიუჟეტი, რამდენიმე წუთში კი უკვე რეკლამის შემდგომ პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით. გრენლანდიის 31 წევრიანი პარლამენტის არჩევნები, რომლის მოსახლეობა 60,000 არ აღემატება პლანეტის დანარჩენ 8 მილიარდ მაცხოვრებელს, როგორც წესი, დიდად არასდროს გვაღელვებდა. არც სამთავრობო ცვლილებები და არც თავად მსოფლიოს უდიდესი კუნძული. თუმცა ეს 20 იანვრამდე ერთი კაცის ერთმა ფრაზამ სურათი კარდინალურად შეცვალა. Well, we need Greenland for ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის გვჭირდება. ხალხმა ნამდვილად არც კი იცის, აქვს თუ არა დანიას გრენლანდიაზე რაიმე იურიდიული უფლება, მაგრამ თუ აქვს, უნდა დათმოს, რადგან ჩვენ ეს გვჭირდება ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ერთ განცხადებას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე, მეათე. ტრამპმა არაერთხელ გაიმეორა, რომ დანიის ნახევრად ავტონომიურ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება და მისი ამერიკისთვის მიერთება სურს. ასე იქცა გრენლანდია გეოპოლიტიკაში ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხად. მუდმივად თამდევი კითხვებით. დარჩნენ დანიელები, გახდნენ ამერიკელები თუ ჯობია დამოუკიდებლობისკენ ისწრაფონ. პრინციპში ეს კითხვებიც და კუნძულის გარშემო მთელი ორთვიანი ორომტრიალის დევდათან 11 მარტს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელშიც სულ 5 პარტია მონაწილეობდა. ხუთივე პოლიტიკური ძალა გრენლანდიის ამერიკისთვის დაქვემდებარების წინააღმდეგია. სამაგიეროდ სამი პარტია დაჩქარებული წესით დანიისგან დამოუკიდებლობას ემხრობა. შედარებით განსხვავებული პოზიცია აქვს ხმათა უმრავლესობის 29.9%-ის მიმღებ პარტიას. გამარჯვებული დემოკრატები მართალია დანიისგან დამოუკიდებლობას ემხრობიან, თუმცა არა აქ და ახლა, არამედ ცვლილებას ნელი ტემპით, შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავენ. ხალხს ცვლილება სურს, ჩვენი კეთილდღეობის დასაფინანსებლად მეტი ბიზნესი გვსურს. ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვება ხვალვე არ გვსურს, ამისთვის კარგი საფუძველი გვჭირდება. მართლმა პარტიამ და მისმა კოალიციურმა პარტნიორმა, სიომეთმა, რომლებიც ასევე მხარს უჭერენ დამოუკიდებლობის მოპოვების ნელ მიდგომას, ერთად 36%-იანი მხარდაჭერა მოიპოვეს. მეორე ადგილზე 24.5%-ით გავიდა მელორაკი, რომელიც გრენლანდიის დამოუკიდებლობის მოპოვების დაჩქარების მომხრეა. მოქმედმა მთავრობამ არჩევნების შედეგები უკვე აღიარა და კოალიციის ფორმირების პროცესში მოლაპარაკებებში ჩართვისთვის მგზავრობა გამოთქვა. სანამ კოალიცია ფორმირდება, პოლიტიკურ პროცესებს მოვწყდებთ და მოდი ჩვენებური BMG-სეული პრიზმიდან შევაფასოთ, გავზომოთ და ავწონოთ გრენლანდია. 2.176.000 კვადრატული კილომეტრის მქონე ფართობით ის მსოფლიოში უდიდესი კუნძულია, თუმცა ფართობთან თანაფარდობაში არ მოდის მოსახლეობის რაოდენობა. იქ სულ რაღაც 56.000 ადამიანი ცხოვრობს, მათი უმეტესი ნაწილი სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე, კანადის მიმდებარედ. 20.000 მოსახლით კი კუნძულის უდიდესი ქალაქი ნუუკია. გრენლანდიის მთლიანი შიდა პროდუქტი $3 მილიარდ აღემატება, ერთ მოსახლეზე კი დაახლოებით $47,000 აღწევს. კუნძულის ეკონომიკა ძირითადად მეთევზეობაზე არის დაფუძნებული. თევზეულზე და ზღვის პროდუქტებზე მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 90% მოდის. ვაჭრობის თვალსაზრისით გრენლანდია დიდწილად დანიაზე არის დამოკიდებული. უფრო კონკრეტულად ექსპორტის 50%, ხოლო იმპორტის 60%-იანი მაჩვენებლით.
ამის მიღმა უნდა ითქვას ისიც, რომ გრენლანდიის აწ უკვე ყოფილი ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე, განსაკუთრებით ტურიზმისა და განახლებადი ენერგიების მიმართულებით. შედეგიც გამოჩნდა. წლების განმავლობაში ტურიზმი გრენლანდიის ეკონომიკის საკმაოდ მზარდ სექტორად იქცა. მაგალითად 2023 წელს იქ 96,000-მდე საერთაშორისო ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც 2015 წელთან შედარებით 28%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კუნძულის ეკონომიკური ბენეფიტია ასევე წიაღისეული, მათ შორის იშვიათი მინერალები, ასევე ოქრო, ქვანახშირი, ტყვია, თუთია, ნავთობი, გაზი და ურანი. დანიისა და გრენლანდიის გეოლოგიური კვლევების სამსახურის შეფასებით, გრენლანდიის იშვიათ მიწებში არსებული ძვირფასი მინერალების მარაგი 36 მილიარდ 100 მილიონ ტონას შეადგენს, რაც შეეხება მოსახლეობას. კუნძულზე მცხოვრებთა ნახევარი საჯარო სექტორშია დასაქმებული, რომელსაც დიდწილად კოპენჰაგენი აფინანსებს გრანტების მეშვეობით. დანიის მთავრობამ გასულ თვეში პირობა დადო, რომ კუნძულის ირგვლივ უსაფრთხოების გასაძლიერებლად 2 მილიარდ ევროს გამოყოფდა. და მაინც, რატომ არის ახლა გრენლანდია ასეთი მიმზიდველი და თან, არა მხოლოდ ამერიკისთვის? დანიის შემადგენლობაში მყოფი ეს მყინვარული კუნძული კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ყინულის ინტენსიური დნობის ფონზე, როგორც ამერიკისთვის, ისევე რუსეთისა და ჩინეთისთვის, სულ უფრო საინტერესო ხდება. გრენლანდია დიდი ხანია საკვანძო სანაოსნო მარშრუტების ცენტრია და რაც უფრო სწრაფად ნება პლანეტის ყველაზე დიდი კუნძულის მყინვარული ფენა, მით უფრო იზრდება იქ დიდი სახელმწიფოების ინტერესი, სტრატეგიული სავაჭრო, სამხედრო და სადაზვერვო ინფრასტრუქტურის განლაგების, ასევე მის ყინულქვეშ აუთვისებელი ბუნებრივი რესურსების, მთელი მარაგის მოპოვების მიმართულებით. საქართველოს ღვინის ერთ-ერთი გამორჩეული მწარმოებელი, ამაზე ვთანხმდებით და ამას უპირველესად ადასტურებს ისტორია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ღვინის მწარმოებელთა მსოფლიო რუკაზე ნიშნავს. იზრდება და ვითარდება ინდუსტრია, ამ განვითარების მთავარი კონტრიბიუტორები კი ის მწარმოებლები არიან, რომლებიც დღეს საქართველოში, საქართველოსთვის და არა მარტო ადგილობრივი ბაზრისთვის ხარისხიან ღვინოს ქმნიან. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი საინტერესო და ხარისხზე ორიენტირებული ღვინის მწარმოებელი კომპანია გაჩნდა, რომლებიც განვითარების უწყვეტ პროცესში არიან. ასეთებს შორის ერთ-ერთი ღვინის კომპანია 91-ია. 91, ანუ თავისუფალი საქართველოს იდეით შთაგონებული ღვინის ახალი ბრენდი. მოკლედ, დღევანდელ გადაცემაში ღვინის კომპანია 91-ზე გიყვებით, რისთვისაც ეთერს კომპანიის დამფუძნებელი თამარ მარკოზაშვილი უერთდება. თამარ, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის და პრინციპში თქვენი პროდუქტის პირველად ჩვენს ეთერში წარდგენისთვის. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან მიხარია რომ აქ ვარ. პირიქით, მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. იქამდე სანამ ბრენდის კონცეფციაზე და იმ თავარ სათქმელზე ვისაუბრებდეთ, რაც დგას იდეაში ღვინის კომპანია 91-ის უკან, თქვენი გამოცდილება მცირედით მინდა მიმოვიხილოთ. რატომ ღვინის ინდუსტრია, საიდან გაჩნდა იდეა და აქამდე რა გამოცდილებას აერთიანებთ ამ მიმართულებით? ღვინის ინდუსტრიაში მე ძალიან ბევრი წელია რაც მოღვაწეობ უკვე და ჩემი გამოცდილება დაიწყო პირველ რიგში ჩემი ოჯახიდან, იმიტომ რომ მამა ჩემი არის ერთ-ერთი პირველი თაობის მეღვინე, რომელიც ამ სფეროში პრაქტიკულად დაბადებიდან მოღვაწეობდა და მე თვითონაც რაც მე თვითონ დავიბადე, სულ მესმის ღვინოსთან დაკავშირებული საუბრები ბევრი ღვინო გამისინჯავს მე თვითონვე ზრდის პროცესში, მაგრამ ვიტყოდი, რომ ღვინით არ ვიყავი დაინტერესებული ძალიან დიდ ხანს და ჩემი ოჯახის მხრიდანაც არ წამოსულა, ასე ვთქვათ, არანაირი დაძალება, ასე ვთქვათ, რომ მაინც და მაინც ასე უნდა ყოფილიყო. თავისუფალი არჩევანი მქონდა ჩემი პროფესიის მიმართულებით და ბევრი სხვადასხვა ინდუსტრია მოსინჯე, სანამ საბოლოო ჯამში მაინც ისევ ღვინის ინდუსტრიას არ დავუბრუნდი. და დავუბრუნდი, იმიტომ რომ დავინახე ძალიან ბევრი შესაძლებლობა იმისთვის, რომ შეიქმნას რაღაც ღირებული და შეიქმნას ახლებურად და სიახლეებზე ვიყოთ ორიენტირებული. ეს იყო ძირითადად ჩემი მხრიდან ის მიზეზები, რის გამოც ღვინის ინდუსტრიაში ამოვყავი თავი. კი ბატონო. რა არის ის თავარი იდეა, რაზეც დგას ბრენდი? უპირველესად ყურადღებას, რაც იქცევს იქამდე სანამ პროდუქტს გაეცნობი, არის მისი სახელწოდება, მათ შორის ღვინის კომპანია 91. ეს მინდა განვავრცოთ. რა შინაარსია ამის უკან? ამ ბრენდის შექმნის იდეა ძალიან ბევრი წელია მაქვს. მე თვითონ
თვითონ როგორც იდეას თავში მიტრიალებდა უბრალოდ ვერ პოულობდი ფორმას, რა ფორმითაც შეიძლებოდა რომ ასე ვთქვათ ბაზარზე გამომეტანა. ეს ღვინო ძირითადად დაფუძნებული არის თავისუფლების იდეაზე. და ცალკე აღებული ღვინო როგორც პროდუქტი, რასაც ქართველები უქმნით, კიდევ ერთი პროდუქტი არ არის ჩემი აზრით. ჩემი აზრით არის უდიდესი ღირებულების, უდიდესი უნიკალურობის მატარებელი პროდუქტი, რომელშიც ქართული სული არის გაერთიანებული. და არაფერი არ არის ღვინოზე უკეთესი მედიუმი, რომლითაც შეიძლება რომ ჩვენი თავები, ჩვენი სული, ჩვენი ღირებულება და ჩვენი რწმენები, რაზეც ქართული საზოგადოება დგას, მსოფლიოს გავაცნოთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ 91 დაგვერქმია ამ ღვინისთვის, რომელიც ჩვენი თავისუფლების წელი არის. ეს არის ამისი სახელის დარქმევის ისტორია. აი რა პროცესი იყო უკვე ბრენდზე მუშაობა? ეს მინდა გკითხოთ, როგორც აღნიშნეთ, საკმაოდ დიდი გამოცდილება დგას ამ ყველაფრის უკან და მათ შორის ფიქრი თითოეულ დეტალზე, როგორ წარადგენდით უკვე ბაზარზე პროდუქტს. გულწრფელად ვიტყვი, ძალიან ბევრი ვიწვალეთ. და იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პერსონალურად ამ ბრენდს ჩემთვის, რომ ძალიან ბევრი გაკეთება და კიდე თავიდან გაკეთება და კიდე თავიდან გაკეთება დგას ამის უკან. რეალურად ბრენდი იმდენად კომპლექსურია, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო, რომ პირიქით ეტიკეტი ყოფილიყო მაქსიმალურად მინიმალისტური. მინიმალისტურ ეტიკეტზე მუშაობა კიდევ უფრო რთული არის, ვიდრე ასე ვთქვათ, ფერად ეტიკეტზე მუშაობა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ესთეტიკა, ელეგანტურობა და დახვეწილობა, რისი განცდაც ეტიკეტმა უნდა მოიტანოს. ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო თავისუფლების განცდა, რომელიც გვინდოდა რომ ჩვენს მომხმარებლამდე მიგვეტანა. ეტიკეტს რო უყურებდით, გვინდოდა რომ თავისუფლების განცდა მოეტანა. ჩვენს გუნდთან ერთად ამ ვიზუალებზე იმუშავა ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია აკერმა, მათთან ერთად ვიმუშავეთ, როგორც გითხარით, ბევრი ვიშრომეთ და საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რომ ამოცანას ძალიან კარგად გავართვით თავი, იქიდან გამომდინარე, რომ ვუყურებ ამ ეტიკეტს, მე თვითონ თავისუფლების განცდა მაქვს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომხმარებელსაც იგივე განცდა გაუჩნდება. რადგან ახსენეთ მომხმარებელი, როდის წარსდგება, თუ იყო უკვე რეალიზაციის პირველი, ასე ვთქვათ, შემთხვევები, როდის წარსდგება უკვე სრულმასშტაბიანად მომხმარებლის წინაშე ბრენდი და თქვენი შეფასებით რა იქნება ის უკვე კავშირი და როგორ მიიღებს ზოგადად ქართული ბაზარი ამ პროდუქტს? ჯერჯერობით პირველ ნაბიჯებს დგამს ეს ბრენდი ბაზარზე. რამდენიმე ჩვენმა უკვე ნაცნობმა მომხმარებელმა გასინჯა, ასე ვთქვათ, და მათგან წამოსული უკავშირი ძალიან დადებითი არის, რასაც ძალიან ვაფასებთ და მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის. ბრენდი, როგორც თქვი, სულ ახლახანს იდგავს ფეხს ნელ-ნელა და სულ უფრო და უფრო აქტიურად შემოვა პირველ რიგში საქართველოს ბაზარზე და შემდგომ უკვე საერთაშორისო ბაზრებზეც გადავდგამთ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს. რაც შეეხება ინდუსტრიას, ინდუსტრიისთვისაც ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ბრენდი არის. ქართული ღვინის ინდუსტრია ძირითადად დაფუძნებული არის დიდი დოზით სტერეოტიპებზე, რაც გარკვეულწილად ბუნებრივიც არის თუ გადავხედავთ ქართული ღვინის უახლეს ისტორიას. მაგრამ ჩემი აზრით თავისუფლება მუდმივი განვითარების უფლება არის პირველ რიგში და არაფერი გამოხატავს მაგას იმაზე უკეთესად, ვიდრე ღვინოს შეუძლია რომ თქვას თავისი სათქმელი. და ის სიახლეები, რასაც ჩვენ
უდიდეს უძველეს ღირებულებებზე დავაშენებთ, ჩემი აზრით, ამ ინდუსტრიისთვისაც ძალიან საინტერესო უნდა იყოს. კი ბატონო. მინდა გითხოთ ასევე ნედლეულზე როგორ ხდება ეს შესყიდვა, როგორ არჩევთ იმ ნედლეულს, რასაც უკვე პროდუქტში იყენებთ? როგორც თქვი, პირველ რიგში ჩვენი ბრენდი ემსახურება ქართული ღვინის გათავისუფლებას სტერეოტიპებისგან. ეს სტერეოტიპები დიდწილად გავრცელდა ჩვენი უახლოესი ისტორიის განმავლობაში, თუმცა ვიცით, რომ მანამდეც ქართული ღვინო ძალიან დიდი ხანია, რაც არსებობს, ბევრი 1000 წელი, მაგრამ ასე მოხდა, რომ მსოფლიომ იხილა უმეტესწილად და მსოფლიოში ცნობადობა ქართულმა ღვინომ ჰპოვა უმეტესწილად საბჭოთა კავშირის დროს. და არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე ქართულმა ღვინომ თავისი ადგილი დაიკავა მოტკბო იაფასიანი ღვინოების თაროზე. პირველ რიგში ჩვენ მაგისი შეცვლა გვინდა და გვინდა რომ რეალიზება გავუკეთოთ ქართული მიწების და ქართული ჯიშების მაქსიმალურ პოტენციალს. ჩვენი ნედლეულის შერჩევაც დამოკიდებული არის ზუსტად მაგ ხედვაზე, რომ მოვძებნოთ, ავარჩიოთ ადგილწარმოშობების მიწებიდან, რომლებიც ასევე უკვე ბუნებრივად ძალიან დიდი ღირებულების მატარებელი არის, მაქედან ავარჩიოთ ის ჯიშები, რომელზეც მათზე გაშენებულია და იქიდან მაქსიმალური პოტენციალის მქონე ღვინოები ვაწარმოოთ. კი ბატონო. მოხდება, როგორც მოხდი, კონკრეტული ჯიშების, ლიმიტირებული, ასე ვთქვათ, ჯიშების შესყიდვა სხვადასხვა ფერმერისგან წარმოებისგან. დიახ. კი ბატონო, როდის იგეგმება უკვე საბოლოოდ, მათ შორის ადგილობრივ ბაზარზე თქვენ ექსპორტიც ახსენეთ, ესეც საინტერესოა, რა ბაზრებისთვის იქნება საინტერესო, რომელ ბაზარს უმიზნებს ბრენდი, ამ მიმართულებით თუ გაქვთ უკვე რაღაც პირველადი ნაბიჯები გადადგმული? პირველ ეტაპზე ფოკუსი გვინდა გავაკეთოთ ადგილობრივ ბაზარზე, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივ ბაზარზეც ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ. მომხმარებელი ნელ-ნელა უფრო და უფრო გათვითცნობიერებული ხდება და ზოგადად მსოფლიო ტრენდები, როგორიც არის, ნელ-ნელა მომხმარებელი ირჩევს უფრო მეტად დახვეწილ და უფრო მეტი ღირებულების მქონე ღვინოებს. ღირებულებაში როგორ გულისხმობ, როგორც შიდა ღვინის ღირებულებას, ღვინის ხარისხს, ასევე ფასობრივ კატეგორიაშიც. თითქოს ის რაღაცა ჰაიპმა, ასე ვთქვათ, რომელიც მასობრივ ძალიან დიდი დოზით წარმოებულ მსუბუქ ღვინოებს ეხებოდა, თითქოს გადაიარა, გულისხმობ ახალი ეგრეთ წოდებული ახალი ქვეყნების ღვინოებს და ახლა თითქოს ღვინის ინდუსტრიაში უფრო მეტად უნიკალურობის მატარებელი ღვინოების ტრენდი შეინიშნება, რომელიც ჩემი აზრით ძალიან კარგია, იმიტომ რომ მისცემს საშუალებას საქართველოსო დაიკავოს ადგილი იმ თაროებზე, რომელიც ჩემი აზრით გვეკუთვნის მაღალფასიანი უნიკალური ღვინოების თაროს გულისხმობ. და პირველ რიგში, როგორც თქვი, ადგილობრივ ბაზარზე ვიქნებით ფოკუსირებულები, მაგრამ შემდგომ ნაბიჯებად აუცილებლად განვიხილავთ საექსპორტო ბაზრებს და ეს საექსპორტო ბაზრები ძირითადად ევროპაა. დიდი ხანია ევროპულ ბაზრებს ვიცნობ მე პირადად, დიდი ხანი მიმუშავია და ვიცი რა მოთხოვნა არის თვითონ ევროპულ ბაზრებზე ქართულ ღვინოსთან მიმართებაში და ზოგადად ღვინოსთან მიმართებაში მსოფლიოს ჭრილში. ძალიან რთული გამოწვევა არის, არ არის ადვილი, რომ მოხდეს ჩვენი ადგილის დაკავება, მაგრამ ვფიქრობ, რომ სხვა გამოსავალი არც გვაქვს, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად ბუნებრივად მაინც საქართველოს მაკეთკენ წავა და მაკეთკენ უნდა წავიდეს და მაკეთკენ მუშაობთ, რომ წავიდეს კი. ხო, კითხავთ სახეობებზეც, რამდენი სახეობა იქნება პირველ ეტაპზე და უკვე რამდენი სახეობაზე ხართ შეჯერებული? პირველ ეტაპზე ბაზარზე 6 სახეობით წარვდგებით, მაგრამ
ეს ჩვენთვის დასაწყისი არის. ეს არის პირველი ბრენდი იმ სერიიდან, რომლის ნელ-ნელა ეტაპობრივად გამოშვებას გეგმავთ და რომელსაც ბაზარზე ეტაპობრივად წარმოადგენთ. ხო, და ბოლოს მინდა ღირებულებაზეც ვისაუბროთ, ფასებს გულისხმობ, როგორც მეხუთე ეს იქნება მაღალ სეგმენტზე გათვლილი, როგორც ახსენეთ, დაბალი ღირებულების თაროზე არ უნდა იყოს ქართული ღვინო. შესაბამისად, აი ფასები როგორ განისაზღვრება ღვინის კომპანია 91-ის შემთხვევაში? დაბალ ფასიან კატეგორიაში მე ვფიქრობ, რომ არა მარტო ჩვენი კომპანიის ღვინო, კი არა ზოგადად ქართული ღვინო საერთოდ არ უნდა იყოს მოთავსებული. ამ ეტაპზე პირველ სერიაში რა ღვინოც გვაქვს, ღვინის მოყვარულთა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. შემდგომში სხვადასხვა ამ როგორც თქვი, რომ სხვა ღვინოებს, რასაც გამოუშვებთ, ეტაპობრივად კიდევ უფრო ლიმიტირებული, კიდევ უფრო ექსკლუზიური და შესაბამისად მაღალფასიანი გახდება ჩვენი ღვინოები. ეს არის კომპანიის ხედვა. და თამარ საუბრის ბოლოს გეგმებით მინდა შევაჯამოთ ჩვენი საუბარი. რა არის ის გეგმები, რასაც ამავე პერსპექტივაში ბრენდი ისახავს მიზნად? რა არის ეს თავარი სამიზნე? როგორც გითხარით, ეს პირველი ბრენდი არის იმ სერიიდან, რომელსაც გამოუშვებთ და განვიხილავ ამ პირველ ღვინოებს განვიხილავ როგორც დასაწყის, ეს ჩვენთვის დასაწყისი არის. და შემდგომ მოყვება სხვადასხვა ღვინოები და მთლიანად ბრენდი ემსახურება ადგილწარმოშობებიდან მაქსიმალური ჯიშობრივი და ასევე ტერიტორიის მაქსიმალური პოტენციალის რეალიზებას. გულწრფელად გეტყვით, რომ ერთი სული მაქვს, სანამ წინასწარ ვიცით უკვე შემდგომში რა ღვინოებს გამოუშვებთ ბაზარზე და ერთი სული მაქვს, სანამ ეს ამ ყველა ღვინოს გამოუშვებთ და ჩვენს მომხმარებელთან ერთად გავსინჯავთ, დავაკვირდებით და შემდგომ ნაბიჯებს გადავდგავთ. კი ბატონო. წარმატებები ამ გზაზე. მადლობა თქვენი დროისთვის, გადაცემაში სტუმრობისთვის და მოკლედ დაველოდებით სიახლეებს კომპანიიდან უკვე. დიდი მადლობა. მათ შორის იმას, თუ როგორ მიიღებს ბაზარი პროდუქციას. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ თამარ მარკოზაშვილი, ღვინის კომპანია 91-ის დამფუძნებელი გსტუმრობდა გადაცემაში. ამით კი დღევანდელი ქალების ნარატივი დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით BMG TV-ს ეთერს რამდენიმე წუთში უკვე საქმის კურსი აგრძელებს.